პასკას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩემთვის, თითოეული ქრისტიანი ადამიანისთვის, იმიტომ რომ პასკა როგორც ხატის პური ესია წოდებული და გოლგოთას განასახიერებს. პასკას დიდი ხანია ვაცხობ, ალბათ ბავშვობიდან უფრო. დედა ამზადებდა საუცხოო პასკებს და მას როცა უყურებდი, მეც მიჩნდებოდა სურვილი რომ ესწავლა. დროთა განმავლობაში მეც დავიწყე დამოუკიდებლად ამის კეთება და უკვე აგერ მეოთხე წელია, რაც გავავრცე და საჯარო გავხადე. ანუ ვამზადებ სახლში და ვყიდი. თვითონ პასკის მზადების პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის. აი როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიყო, სიმშვიდეს ვნახულობ ამაში. არ არსებობს მომენტი, როცა შემიძლია ვთქვა ამის გაკეთებაზე უარი. და ეს კეთილსურნელება რო იჟღენთება სახლში, რა ვიცი, რაღაცა განსაკუთრებული სიხარული მოაქვს, ალბათ იმიტომ რომ გრძნობთ აღდგომა გვიახლოვდება. წლევანდელი წელი ცოტა რთულად დაიწყო აღდგომის მარხვის, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა, ყველასთვის ძიმე მომენტი იყო ეს და ჩემზე ძალიან იმოქმედა. არა მარტო ჩემზე, ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილი იყო ეს. ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, რომ წელს არ გავაკეთებდი არაფერს, მაგრამ მისი სიტყვები, რომ აი აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული და ამაში ყველა ადამიანმა წვლილი უნდა შევიტანოთ. წინა წლებთან შედარებით წელს შეიცვალა ჩემი პასკის რეცეპტი და ემატა რამოდენიმე ინგრედიენტი. ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით წლევანდელი პასკები ბევრად უფრო კარგი გამოვიდა. ბევრჯერ მithქვია და დღესაც ვიტყვი, რომ პასკა უნდა იყოს პასკა და მას არ უნდა ქონდეს გაფორმება, მაგრამ უამრავი მომხმარებლიდან გამომდინარე და მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ დეკორით დამეწყო გაფორმება. არის როგორც დეკორატიული პასკები, ასევე ჩვეულებრივი კლასიკური პასკები. გემოს რაც შეეხება, არის ნოტიო და სასიამოვნო მისართმევი. სულ იმის შიში მაქვს, რომ აი სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის. მგონია, რომ ვერ ვაკეთებ ისე, როგორც მინდა რომ იყოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სინჯავენ და მეუბნებიან, რომ კარგია, მაინც ეჭვმეპარება, ვფიქრობ, რომ აი უნდათ მას სიამოვნონ, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთად ვერ მოგატყუებს. არის კრიტიკა, არის დადებითი ემოციები. მე ყოველთვის მომხრე ვარ ჯანსაღი კრიტიკის. ბევრჯერ მიმიღი არჩევები, აი არის მომენტი, როცა შეიძლება სიტყვა აყოლდეს, ვიღაცას ტკბილი უყვარს, ვიღაცას ნაკლებად ტკბილი. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავითვალისწინო თითოეული მომხმარებლის რჩევა და შევიტანო ამაში ცვლილება. მინდა მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. გისურვოთ ჯანმრთელობა, ხნეობა, დიდხანს სიცოცხლე და აღდგომის სიხარული, რაც მოაქვს ჩვენს გულებში, აი ეს არასდროს ჩამქრალი იყოს და სულ გქონოდეს. დიდი დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს და ის სიტყვები, როცა ითქმის, რომ ქრისტე აღსდგა და ნამდვილად ჭეშმარიტად აღსდგა ჩვენში და ჩვენს გულებში. გალოს და ესწრით.